საპროცესო გაუქმდა 7 ადამიანს, მათ შორის იოსებ ჭედრიშვილს. როგორ დაალაგდა საპროცესო, რა პირობებით გამოვიდნენ ისინი საჯელახსოვრების დაწესებულებიდან? ზოგადად საპროცესო შეთანხმებას აქვს თავისი პირობები, რომელიც გაწერილი არის საქართველოს კანონმდებლობაში და არა ნებისმიერ სხვა ასე ვთქვათ პირობაზე არ არის დამოკიდებული. ხიდან გამომდინარე ბუნებრივია არსებობს შესაბამისი სტანდარტები. თაღლითური კოლცენტრების საქმის ზედამხედველი პროკურორი ადასტურებს შაბათის ეთერის ინფორმაციას, რომ მოქალაქეების ძარცვის ბრალდებით დაკავებულები 12 წლიანი სასჯელის ნაცვლად დაკავებიდან რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს და ყველა სახლშია. მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი იოსებ ჭედლიშვილი, რომელიც ამ კოლცენტრის ერთ-ერთი ბოსი იყო. რა პირობებით გამოვიდნენ ეს ადამიანები სასჯელახსოვრების დაწესებულებიდან? 12 წლიანი დიახ, 12 წლიანი თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდათ. კიდევ ერთხელ განმეორდები, ამ სტრატეგიების განხორციელებას აქვს თავისი სტანდარტები და პირობები. თუ ეს სტანდარტები როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ისევე ნებისმიერ სხვა კონკრეტულ შემთხვევაში იქნება დაკმაყოფილებული და ბუნებრივია იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული. მე დეტალიზაციას ბუნებრივია ამართულებ. 7 ადამიანმა აღიარა დანაშაული. ქალბატონებიც იყვნენ. საპროცესო შეთანხმება ზოგადად ბუნებრივია აღიარების გარეშე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნა, როგორც ამ საქმეზე, ასევე ნებისმიერ სხვა სისხლის სამართლებრივზე ბუნებრივია ვერ მოხდება. ხმაურიანი სპეცოპერაცია, დაკავებების სერია. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 7 წევრი დააკავა. განცხადებები, რომ გაშიფრეს როგორ ძარცვავდნენ თბილისიდან ევროკავშირის მოქალაქეებს და საბოლოოდ თავისუფლება რამდენიმე თვეში. მიმფარველობდა ამ კოლცენტრს. ისეთი, რომელმაც დაკავებულების გათავისუფლება უზრუნველყო. მაფიის ბოსის ადვოკატი გვიყვება, რომ პროკურატურამ 12 წლიანი მუხლით დაკავებულები 9 თვეში ფულის გადახდის შემდეგ გაათავისუფლა. სახელმწიფოს მხრიდან მოთხოვნა დაზარალებულთან ზიანის ანაზღაურების გარეშე შეუძლებელი იყო გაფორმებული იყო საპროცესო ზიანი რაც იყო ბრალდებით დადგენილი ეს არა ერთი არამედ ყველა ბრალდებულის მხრიდან იქნა გადარიცხული შესაბამის მითითებული ანგარიშზე დაზარალებულთა ანგარიშებზე ამის შემდგომ გაფორმდა საპროცესო და ვინ გააკონტროლა ეს გადარიცხვები პროკურატურამ ზედამხედველ პროკურორმა ანუ ჯამში 7 ბრალდებულის მიერ დაახლოებით 9 მილიონი ევრო გადაირიცხა დაზარალებულებთან? კი, ანუ ზუსტი ციფრი კიდევ ერთხელ ვიძახი, არ მინდა რომ შეცდომაში გიყვანოთ, მაგრამ დაზარალებულთან ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა დაზარალებულთან სრულყოფილად ანუ ბრალში მითითებული ზიანის ანაზღაურების დაფარვის შემდგომ. რამდენი პენსიონერი იყო დაზარალებული? რა დრო დაჭირდა 7 ბრალდებულს, რომ 9 მილიონი ევრო მოეკუჩებინა? დაახლოებით თითქმის ფაქტიურად როგორც ვიხსენებ, ფაქტიურად 9 თვიანი პატიმრობის საბწინა საპატიმრო პერიოდი სრულად იქნა ათვისებული. ჩნდება კითხვა, ვინ დაადგინა თაღლითურ კოლცენტრებს რამდენი დაზარალებული ჰყავდა? ან საიდან ვიცით, რომ ყველა ევროპელ პენსიონერს, ვისაც ბოლო თეთრი მოპარეს, ფულით ციხეში მყოფებმა ნამდვილად დაუნაზღაურეს? მაგალითად, თაღლითური კოლცენტრების საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი იოსებ ჭედლიშვილი იყო. ჩვენ პროკურორს ვკითხეთ, ვის და რაოდენობით თანხა ჩაურიცხა თავისუფლების სანაცვლოდ ჭედლიშვილმა. ეს მე მაინტერესებს იოსებ ჭედლიშვილმა როგორ აუნაზღაურა ათობით ევროპელ პენსიონერს არა? გითხარით უკვე და მე დეტალს ვერ მოგახსენებ. პროკურორი არ ამბობს. ადვოკატი კი ამბობს, რომ პროკურორმა უნდა იცოდეს შვეიცარიის რამდენ მოქალაქეს და რა სქემით დაუბრუნეს ქართველმა თაღლითებმა ფული. იურისტი განმარტავს, რომ 12 წლიანი ციხის სანაცვლოდ ზიანის ანაზღაურების გარდა თაღლითური კოლცენტრების საქმეზე დაკავებულებმა სახელმწიფო ჯარიმა 100.000 ლარი გადაიხადეს. ჩვენს მიერ შეთავაზებული იქნა ის რომ ამანაზღაურებს ზიანს და დაუშვათ გაგიფორმეთ კანონმდებლობით დადგენილი სასჯელი სასჯელზე უფრო მსუბუქი სასჯელი იქნეს გამოყენებული კონკრეტულ პირის მიმართ. როგორც მახსოვს არის 100.000 ლარი. ანუ 700.000 ლარი არის სავარაუდოდ. სავარაუდოდ, კი. ჯარიმის სახით გადახდელი. შეიძლება უფრო მეტიც, ნამდვილად არ ვიცი. 2024 წელს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ კოლცენტრის საქმეზე ჯამში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეების კუთვნილ რამდენიმე მილიონ შვეიცარულ ფრანკს. ამ მასშტაბური ტრანსნაციონალური დანაშაულის ყველა ფიგურანტი დაკავებიდან რამდენიმე თვეში სახლში იყო.
ეჭვები, რომ კოლ-ცენტრი გავლენიანი მფარველის გარეშე ვერ იმუშავებდა, ჯერ კიდევ 2024 წელს არსებობდა. არის თუ არა თაღლითური კოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებული იოსებ ჭადიშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის გარემოცვა. ამის გასარკვევად ახლა ჩვენ ჭადიშვილთან მივდივართ. პოლიციელი იყო? მე მგონი სუსიო იძახდი. მაგის მეუღლის ნონა. ნონა ქრივიშვილი. ხო, ნონა ქვია და ძალიან კაი ახალგაზრდა ბავშვი. თორემ მაგი. თანაც არც იყო აქ შემოვიდოდა დილას არამოს დილას. პოლიციაში რომ მუშაობდა ეგ გახსოვთ? მე კი მახსოვს პოლიციაში რომ მუშაობდა, მაგრამ მე არაფერი არ ვიცი. მე ვიცი რომ გადავიდნენ. თბილისში არბოს ქუჩაზე გვიდასტურებენ, რომ შვეიცარიის მოქალაქეების თაღლითური გზის ძარცვის საქმეზე დაკავებული მჭედლიშვილი ყოფილი ძალოვანი იყო. ამ კორპუსში ვეძებდი სოსო მჭედლიშვილს. ჭიკაიძის დაცვა რო იყო. ხო. სად არის ეგ ბიჭი? ბიჭო, სოსო მჭედლიშვილი დიდი ხანია გადავიდაო. ჭიკაიძის დაცვა რო იყო. აქ ერთ ოთახიაში რო ცხოვრობდა. ხო, საწავიდა. აზერო. ეკო დაჭერილი არა ეგ. ჭიკაიძესთან რამდენი ხანი მუშაობდა ეგ? ჩვენ ურთიერთ ახალი გადმოსულია პირველი. უბრალოდ იცოდით რომ იქ მუშაობდა, ხო? შვეიცარიის მოქალაქეების ძარცვის საქმეზე დაკავებული თაღლითური კოლ-ცენტრის თანამშრომლებიც და ბოსიც სახლში არიან. მათ მიერ დაქირავებული შენობა კი ამ დრომდე დაკეტილია. თბილისში, ჰოლბრუკის ქუჩაზე მდებარე შენობის მფლობელთან იჯარის ხელშეკრულება შვს ოთო და ბიჭების სახელით გაფორმდა. ეს კომპანია კასპშია რეგისტრირებული. მისი მფლობელი კი ოთარ ხიზამბარელია. ხიზამბარელი ყოფილი ძალოვანის იოსებ ჭედლიშვილის თანაქალაქელია. არსებობს ეჭვი, რომ თაღლითური კოლ-ცენტრი მჭედლიშვილმა კვალის დაფარვის მიზნით გაჭირვებულ კასპელ მეზობელზე გადააფორმა. ბატონო, მეორე სართულზე თქვენს შენობა ნაგებობაში ფუნქციონირებდა კოლ-ცენტრი. ვის ჰქონდა ნაქირავები ეს ფაქტი? თქვენ საიდან მზადებით? გამომძებელი ჟურნალისტები ვართ ჩვენ. გასაგებია, უნდა მიმართოთ პროკურატურას აქვს ყველა მასალები. ვინ იქირავა თქვენგან უბრალოდ ეს ფაქტი ეს მაინტერესებს. არ ვიცი, ხა ზუსტად ესე ვერ გეტყვით. თქვენი მეგობარი ხომ არ არის შემთხვევით კარგი ნაცნობი ალექსანდრე ჭიკაიძე ან იოსებ ჭედლიშვილი? აჰა. ჭიკაიძე გამიგიო. როგორ გამოვიდნენ თქვენთან კავშირზე ეს მაინტერესებს ამ კოლ-ცენტრის თანამშრომლები და ხელმძღვანელები როგორ გიპოვეს ისანში ახალი აშენებული კორპუსი ლამაზი რომ ეკირავებინათ მთელი მეორე სართული ასობით კვადრატული ფართი ხომ გთხოვთ არ გადავიდეთ სად არის კოლ-ცენტრის საქმეზე დაკავებული და შემდეგ საპროცესო შეთანხმებით გამოშვებული იოსებ ჭედლიშვილი. სწორედ მან უნდა გაგცეს პასუხი კითხვაზე, ყავდა თუ არა მის საქმიანობას მფარველი და მისი გვარი საიდუმლოდ შენახვის სანაცვლოდ ციხეში 12 წლის ნაცვლად რამდენიმე თვე გაატარა. ჭედლიშვილი იმალება. კოლ-ცენტრის შეფი მისი ცოლის თქმით რაიონშია. როგორ გამოვიდა თქვენი მეუღლე რომ ითხრათ ესე ადვილად ტრანსნაციონალურ დანაშაულში დებდნენ მას ბრალს ქალბატონო ნონა და როგორ გამოვიდა სასჯელო ასრულების დაწესებულები და ყველაფრის აღიარება მოუწია? ჭიკაიძე არ უხსენებია აღიარებითი ჩვენების მისცემის დროს. კოლ-ცენტრები როგორ დააფუძნა ბატონმა იოსებმა? მისი ინიციატივა იყო პირდაპირი? უკომენტაროთ რა თუ შეიძლება. მიმართეთ ბატონ იოსები. რაიონშია მიმართეთ ბატონ იოსებს. ჩვენი მოვალეობა ახლა ფაქტები ყველა ფიგურანტთან გადავამოწმოთ. ამიტომ 12 წლის ნაცვლად ციხიდან რამდენიმე თვეში გათავისუფლებულ შვეიცარიის მოქალაქეების ძარცვაში მხილებულთან კასპში ჩავდივართ. როგორ ძანდებით? კარგად. მოგესალმებით. ბატონ სოსოსთან ვართ. ეს პაპუნა არის შემოღერებული. დამანები თავი. ბატონ თამრიკო, მფარველი ვინ ყავდა თქვენ შულს რომ ითხრათ? ალექსანდრე ჭიკაიძე, როგორ გამოვიდა? როგორ გამოვიდა სასჯელო ახსრულების დაწესებულებიდან ქალბატონო თამრიკო? ძალიან კარგი, გამართლებული და მოუხადა თავისი ვაგონი. სად არის სოსო? შეგიძლიათ გამასაუბროთ? ვიცი რომ აქ იმყოფება ქალბატონო თამრიკო. არ არის. სად არის? მუშაობს. სად მუშაობს? ისევ კოლ-ცენტრი აღადგინა? საქმის ზედამხედველი პროკურორი ჯერ კიდევ საქმის არსებით ეტაპზე არ გამორიცხავდა, რომ კოლ-ცენტრის საქმეზე ყოფილი ან მოქმედი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარიყო. შესაძლოა დაკავებულთა შორის ვიხილოთ მაგალითად ყოფილი მაღალჩინოსნები, შინაგან საქმეთა მინისტრის ყველაზე შემთხვევაში პირი რომელიც ახლა არის დაკავებული. დიახ, აუცილებლად ამ და სხვა საკითხებზე პროცესის შემდგომ უფრო მეტ
განმარტებებს და დეტალიზაციას მოგცემთ, უბრალოდ ამ ეტაპზე კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ, რომ გამოძიება გრძელდება და აუცილებლად თუ იქნება შესაბამისი მტკიცებულება. ახლა ჩვენ ვიკითხეთ, სად გაქრა გამოძიების მასალებიდან გავლენიანი მფარველები. თქვენ საუბრობთ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით შესაძლოა გამოვლენილი იყოს არაერთი თანამდებობის პირის დანაშაული. არავინ არ გამოვლინდა ამ საქმეზე. არ მახსენდება, მე შესაძლოა რომ გამოვლენილი იყოს თანამდებობის პირის დანაშაული. ნებისმიერი პირის მიმართ თუ იარსებობს მტკიცებულებები, ბუნებრივია შემოქმედებული შეფასება მიეცემა, იმიტომ რომ ეს იყო მიმდინარე გამოძიების პროცესი. აქედან გამომდინარე ასეთი განცხადება თანამდებობის პირი მათ შორის ყოფილი ამ საქმეში? ამ სისხლის სამართლის საქმეზე ჩემი ყოველ შემთხვევაში ამ საქმეზე განხორციელების პერიოდში ის პირები მეცემ პასუხისმგებლობაში მიეცა. სხვა დეტალები უბრალოდ ჩემს საქმეში. იოსებ ჭედლიშვილთან ერთად ციხე დატოვა მასთან ერთად დაკავებულმა 6 პირმა. მათ შორის იყო კოლ-ცენტრის მენეჯერი ისრაელის მოქალაქე ელზადავი, ოფის მენეჯერები ნანა კორსავა, ნონა ფარეხელაშვილი და ანა კვანტალიანი. როდის გამოვიდა ქალბატონი ნანა? ამდენ ხანი იყო დაკავებული. გინდება რომ ტრანსნაციონალურ დანაშაულში მიიღო მონაწილეობა ნანა კორსავა, ასევე ნონა ფარეხიშვილმა, ანა კვანტალიანმა, იოსებ ჭედლიშვილმა. არავის არ ვიცოდეთ, რასაც თქვენ ჩამოთვალეთ. თქვენ ვინ გაუწია ქალბატონ ნანას რეკომენდაცია, რომ საერთო ამ ორგანიზაციაში დასაქმებულიყო? ფარველობდა ამ ორგანიზაციას თუ არა ალექსანდრე ჭიკაიძე, სადაც ქალბატონი ნანა მუშაობდა. მეხუმრება, ხა სახუმაროთ მაქვს საქმე? კონცერტში არ უმუშაობდა. სად მუშაობდა? რომელიღაცა ორგანიზაცია ხარ, სახელწოდება ზუსტად არ მაქვს. რომელში რა საქმიანობდა? ადმინისტრატორი იყო. ნანა კორსავას ქმარი ზუსტად ვერ იხსენებს, რომელ ორგანიზაციაში და რა თანამდებობაზე მუშაობდა მისი მეუღლე დაკავების მომენტში. თუმცა ქალი, რომელსაც შვეიცარიელი დაზარალებული პენსიონერებისათვის ზიანის ანაზღაურება მოუწია, ახლა პირობით მსჯავრს სახლში ხდის. გამარჯობა ქალბატონო ნანა. შეგიძლიათ კარი გამიღოთ? შეიძლება ცუდა თავად. ქალბატონო ნანა. სახლში როგორ ხართ? ტრანსნაციონალურ დანაშაულში გედებოდათ ბრალი და სახლში როგორ ხართ? შეგიძლიათ მითხრათ? როგორ ძანდებით გამარჯობათ? გიორგისთან ვართ, გილოცავთ დაესწარით. კოლ-ცენტრის IT სპეციალისტებიც თავისუფლებაზე არიან. ლევან კობახიძე და გიორგი ყიყიშვილი. იოსებ ჭედლიშვილთან იყვნენ დასაქმებულები. როდის გამოვიდა? ზუსტი რიცხვი რომ არ მახსოვს საყარელო. აი, რამდენიმე თვის წინ? თვეები იქნება კი. ვინ დაასაქმა ამ კოლ-ცენტრში გიორგი თავად ჭიკაიძე? არა, კაცო, რა ჭიკაიძე, საიდან. სოსომ ჭედლიშვილმა დაასაქმა? აი, მე არ ვიცი მაგდენი დეტალები რა, მე აი, რა რაიონიდან ვარ ჩამოსული და ბავშვთან ვარ. რა საქმიანობდა? თვითონ რა ევალებოდა? მე გადაიხრა რა ვერ გიპასუხებ. იქ ვერ ახვალთ რა, დალუქული აქვს, დაპრობილები აქვს. თვითონ დაკეტა ეს გამოძიების მერე? ხო. და იმის მერე? გენერალური პროკურატურა ხო იყო და დალუქეს და ხო. ის მერე არის ასე დაკეტილი. თუ დაკეტილია ვერამ ვეღარ შედის? ვაფშე სულ დაკეტილი. მეორე სართული მთლიანად. მეორე სართული იყო მთლიანად. ალექსანდრე ჭიკაიძე მოდიოდა ხოლმე აქ? ხო არ ყავთ ანახი? მე არც ვიცნობ ეს. სპეცნაზი შემოსულა და დაულეწია იქაურობა და მე გასულა და რა აქნეს როგორ ქნეს რა. მფარველობდა თუ არა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ტრანსნაციონალურ დანაშაულს. შაბათის ეთერმა კითხვებით ალექსანდრე ჭიკაიძის უფლებადამცველს მიმართა. მარინე ცუცქირიძე მისი დაცვის ქვეშ ყოფთან შეთანხმებული პასუხებით დაგვიბრუნდა, სადაც წერია, რომ ჭიკაიძეს მჭედლიშვილი თვალად არასდროს უნახავს. ალექსანდრე ჭიკაიძე კატეგორიულად აცხადებს, რომ იგი არ იცნობს იოსებ მჭედლიშვილს და მათ შორის არასდროს არსებობდა არც პირადი, არც პროფესიული, არც სამსახურეობრივი და არც არაოფიციალური ურთიერთობა. ან კონტაქტი ნებისმიერი ფორმით. მათ შორის არ შემდგარა არც შეხვედრა, არც სატელეფონო კომუნიკაცია, არც წერილობითი ან ელექტრონული მიმოწერა და არც რაიმე სხვა სახის ურთიერთქმედება. შესაბამისად, სრულიად გამორიცხულია საუბარი ნაცნობობაზე, ურთიერთობაზე ან რაიმე ტიპის კავშირზე. ალექსანდრე ჭიკაიძის უფლებადამცველის წერილში ვკითხულობთ, რომ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს მონაწილეობა არც კოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებული იოსებ მჭედლიშვილის საპროცესო შეთანხმების ინიცირებაში მიუღია.